ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მგონი საზოგადოებამ კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე. დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყულევში არც სპორტში და არც ქარხანაში არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა. ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია დაირღვა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. პაპუაშვილის შეფასებით ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც ბრიუსელშია დაბუდებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ ახალ სასანქციო პაკეტში საქართველოში მდებარე საწარმოც მოხვდა. საუბარია ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე. ბრიუსელის შეფასებით საწარმო რუსულ ნავთობს ამუშავებს და ვაჭრობს. სანქციები ქარხნის მიმართ ჯერ არ მოქმედდება, საწარმოს 6-თვიანი ვადა აქვს მიცემული. როგორც ირკვევა, კერძო მფლობელობაში არსებულ ობიექტთან გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად ევროკავშირიდან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გადაწყვეტილება გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დაწესებული სასანქციო რეჟიმის დარღვევას და სანქციების გვერდის ავლას გამორიცხავს და შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებს. მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რასთან გვაქვს საქმე. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ყულევში, არც სპორტში და არც ქარხანაში არანაირად არ ხდებოდა სანქციების დარღვევა. თქვენ ნახეთ, რომ არსად ვერც კი თქვეს, რომ რაიმე სანქცია იქნა დარღვევა. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? რომ ზოგიერთ ძალებს სურდათ, რომ შეეზღუდათ საქართველოში არასანქცირებული რუსული ნავთობის შემოსვლა. ეს არის ბიზნესის ჩვეულებრივი, რომლითაც ეს კონკრეტულად ეს საწარმო იყო დაკავებული და გადამოშვება სახდენდა მათ შორის რუსული ნავთობპროდუქტებისა. ოღონდ ისე შეეზღუდათ, რომ ეს სანქციებში არ შეეტარათ. რატო არ ჩვენ ამას ვეუბნებოდით თავის დროზე, რომ თუ კი რაიმეს შეზღუდვა გინდათ, შეიყვანეთ სანქციებში, თქვით, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი არის აკრძალული, არის სანქცირებული და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ეს არ მოხდება. არა, რას გვეუბნებოდნენ ისინი და მე გითხრათ კიდევაც. ბრიტანეთის ელჩი დადიოდა ასე კარდაკარ და მათ შორის ევროკავშირის ემისრები დადიოდნენ ასე კარდაკარ, გვეუბნებოდნენ, რომ არა, ჩვენ სანქციებს არ დავაწესებთ, იმიტომ არ აწესებენ, რომ თვითონ ძალიან კარგად ყიდულობენ რუსეთიდან ნავთობს. მაგრამ თქვენ აიძულეთ ბიზნესმენები რომ არ შემოიტანონ ნავთობი. საქართველოს სახელმწიფომ თქვა, რომ ის კონსტიტუციის და კანონის დარღვევით არ ჩაერევა ბიზნესში. ეხლა ბრიუსელს ამისი მორალური პრობლემები არ აქვს, რომ კანონების დარღვევით ჩაერიოს ბიზნესში და ნახეთ, ეხლა თან ვერ ამბობენ, ვერაფერს ვერ ეუბნებიან ამ საწარმოს. იმიტომაც არის ასეთი გაუგებარი და პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ის არის, რა ქვია, არც მიწის არის, არც ცისა და რა ვიცი, ნურს მოფრინდები, ნურს გაფრინდების აქციაა ისეთი, რომ თან არის და თან არ არის. ხა რა არის? თუ რაიმე დარღვეული არის, ჩარწენდნენ სანქციებს, არავის არ მოერიდებოდნენ, ისე დაასანქცირებდნენ, მაგრამ ეს არის გარკვეული, ასე თქვათ, იმ მოლაპარაკების შედეგი, რომელიც როგორც ჩანს ამ საწარმოსთან აქვს და თქვენს კომუნიკაცია აქვს მათთან. შესაბამისად საწარმომ ისედაც განაცხადა, რომ აგვისტოს თვიდან ის აღარ აპირებს, რომ რუსული ნავთობი გადაამუშავოს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელიც დაბუდებულია ბრიუსელში. და მე შევახსენებ საზოგადოებას ერთ ციფრს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთს უფრო მეტი ფული გადაუხადა ვიდრე უკრაინას და ეს თავად შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ საბჭოზე შეხვედრის დროს წარმოადგინა 300 მილიარდი აქვს გადახდილი რუსეთისთვის ევროკავშირის, მათ შორის აქედან 200 მილიარდი ნავთობისა და გაზისთვის და ჩვენ გვედავებიან რაღაცეებს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სანქციების გვერდისავლა არ მოხდეს საქართველოში, ეს დადასტურდა მათ შორის ამ გადაწყვეტილებით და ამავე დროს დადასტურდა, რომ ბრიუსელი მზად არის უკანონო ზეწოლა განახორციელოს ბიზნესზე.